ესე იგი, ძალიან დიდი შანსია, რომ ბოროტი ძალები ამ ვიდეოს გააქრობენ, მართლა არის ამისი შანსი, ამიტომ მოასწარით ყურება და ალაიქეთ და აუცილებლად გაუგზავნეთ ისეთ ახლობლებს, რომლებსაც ჭირდებათ ამისი ცოდნა. რატომ მიდიან შავი კაცები ოჯახიდან და რატო იზრდებიან მათი შვილები მარტო? და კიდე სხვა უამრავი რამ, რასაც აქ გაიგებთ, მიგრაციის სიკეთეები, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ, სადაც შევეხებით ცოტა უფრო ბიოლოგიური კუთხით, იმიტომ რომ ამ არხზე გვიყვარს ზოგადად პოლიტიკის და ეგეთი რამეების, მათ შორის კულტურის განხილვა ბიოლოგიური კუთხით და მემკვიდრეობითი კუთხით. მართლაც ეგრე არის, კულტურა არის ფენოტიპი, უბრალოდ the extended phenotype, როგორც დოკინსმა თქვა და კარგად მოთავსდით. პირველ რიგში და ბევრ კარგ რამეს გაიგებთ აქ. მოდი ვისაუბროთ ესეთ რამეზე რა, რომ არის ეგეთი რამ ნეოტენია, რასაც არაერთხელ გვისაუბრია აქ, ვინც დესმონდ მორისის მკითხველები ხართ აქტიური და ამ არხზე ბევრი არის ეგეთი იცით ალბათ რაზეც მიდის საუბარი, მოკლედ ნეოტენია არის ძალიან დიდი თემა და აგიხსნით ახლა რა ხდება რა, რომ ნეოტენია რა არის? როდესაც გვიან ხდება დამწიფება და ეს დამწიფება ბევრნაირი არის, ანუ ადამიანის ფიზიკური, ეგ შეიძლება იყოს ასევე მენტალურიც და ბევრნაირი დამწიფება იგულისხმება მანდ. მხოლოდ ის არა, რომ აი ბავშვური სახე გაქვს და ასე შემდეგ. მანდ ასევე შედის ნეიროპლასტიკურობაც. რომ რაც უფრო დიდი არის, მაღალი არის ნეოტენია საზოგადოებაში, მით უფრო ბავშვური თვისებები დიდხანს რჩება და ნეიროპლასტიკურობა რა შუაში, ეგ გადასარევი რამე არის სწავლისთვის, რომ აი ახალი გამოცდილებები მარტივად მიიღო, ისწავლო, გამოიტანო დასკვნები ასე შემდეგ და მოკლედ რა ნეოტენია, მაღალი ნეოტენია იმას ნიშნავს, რომ ბავშვურია ის კარგი თვისებები, რაც ქმნის კულტურას, ცივილიზაციას, აღმოჩენა ახალი რამე რუმე გრძელდება დიდხანს იმის მიუხედავად, რომ სექსუალურად შეიძლება რომ ბევრად ადრე დამწიფდეს ადამიანი. ანუ სექსუალურად როდის მწიფდება ადამიანი, ხო? ტვინი უმწიფდება დაახლოებით 10 წლის მერე. გააჩნია, ხო? და ნეოტენია პასუხისმგებელი არის ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე იმპულსის კონტროლზე, კოორდინირების უნარზე, ოპერაციის უკაცრავად ენა და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეგ არის ქართულად არ ვიცი რა ქვია delayed gratification, ეგ რა არის რა? ეგ არის, როდესაც აი დღევანდელ ვაშლზე უარს ამბობ, იმიტომ რომ ხვალ გელოდება ან ზეგან ერთ თვეში 10 ვაშლი სიტყვაზე, ან 20 ან 200. იდეა ალბათ გაიგეთ რა, ანუ ან ეხლავე აიღებ ვაშლს, ამ წამსვე და მორჩა, ან მოითმენ და მერე ბევრად მეტი ვაშლი გექნება. ეს არის delayed gratification. და მაგაზეც ზუსტად ეგ მოქმედებს რა, რაც უფრო მაღალი არის ნეოტენია. ახლა ცუდი ამბავი რაში არის? ცუდი ამბავი იმაშია, რომ გეოგრაფიაზე არის დამოკიდებული კონკრეტულ ხალხში ეგ ნეოტენია მაღალი იქნება თუ დაბალი. აი მაგალითისთვის, თუ კი არის ცოტა ისეთი შედარებით ცივი კლიმატი და რესურსები ჭირს, იქ ეს, საჭმელი, რამე რუმე, ეგეთ საზოგადოებაში შედარებით გვიან აჩენენ ბავშვებს. ეგეთ საზოგადოებაში ბევრად მაღალი არის ნეოტენია და ეგეთ საზოგადოებაში ბავშვებს ბევრად დიდხანს ჭირდებათ აღზრდა რა, ისანამ მიუშვებ, რომ მიდი აბა რამე გააკეთე. ხო? იგივე შიმპანზეებში რო ავიღოთ, მალევე მწიფდებიან ბავშვები და ბავშვები. სხვა შიმპანზეები მქონდა ტვინში. იმიტომ რომ მაინც ბევრნაირი შიმპანზე არსებობს, ყოველთვის ვერ მიხვდები რომელზე არის საუბარი. მალევე მწიფდებიან და ესე მშობლის მზრუნველობა დიდხანს არ ჭირდებათ. ეხლა საითკენ მივდივართ ამ ყველაფრით რა, რომ არის კონკრეტული ტერიტორიები, მაგალითად სამხრეთ, როგორ ქვია, Sub-Saharan Africa. მარტივად რომ ვთქვათ, შავი აფრიკა არის, საჰარის სამხრეთი აფრიკა. შავ აფრიკას ეძახიან ასევე, სადაც ნეოტენია არის დაბალი. და რო რამე ნეოტენია მაქსიმალურად ისე აუხსენი რა, მაინც მინდა რომ ეს ისეთი იყოს ცოტა ძალიან კაცრად საგანმანათლებლო არა, იმიტომ რომ არ დაკარგოთ ინტერესი, ხო? მაგრამ ძალიან ისე აუხსენი, დაგუგლეთ, წაიკითხეთ დესმონდ მორისის წიგნები და ასე შემდეგ. ხო და აი მანდ შავი აფრიკა რო ავიღოთ და ასევე SE აზია, ანუ South East Asia
მანდ ნეუტენია არის დაბალი. რატომ მიდიან შავი კაცები ოჯახიდან? იმიტომ რომ დიდხანს არ ჭირდება იმ ბავშვს სასწრაფოს. ეს ყველაფერი მეგობრებო არის ბიოლოგიური რეალობა. კონკრეტული ხალხი დიდი ხნის მანძილზე რაც სად ცხოვრობდა, რა კლიმატურ ზონაში და ასე შემდეგ, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. დაუბრუნდეთ ოდნავ ნეუტენიის თემას, რომ აი იგივე შავ აფრიკაში, ან იქ South East აზიაში და ასე შემდეგ, სადაც არის დაავადებების როგორ ვთქვა პინაკლი, მე ბევრი დაავადება არის, ასევე სიკვდილიანობა არის მაღალი. მანდ ბევრად მალე მწიფდებიან ადამიანები, ხვდებით, აი ეს ნეუტენიის კუთხით. და აი ბავშვურ თვისებებს ბევრად მალე კარგავენ. და ეგ რას ნიშნავს უკვე აგიხსენით და ახლა ალბათ იცით ეს მიმიც რატომ მიდიან აი ეგ კონკრეტული ფერის მამები ოჯახიდან. რომ მაგათთან ეგრე არის რა. ეგეთი ევოლუცია გზა გაიარეს. მე მიყვარს ბიოდივერსიულობა. მე ვარ დიდი ფანი. მართლა ღმერთის არ მწამს, მაგრამ მადლობა თუ არსებობს ღმერთს, რომ აი ესეთი დივერსიულობა არის. იმიტომ რომ მიყვარს იქ რომ შევალ რაღაცა არხზე იქ Animal Planet-ზე რამე ან National Geographic-ზე და აი ვტკბები ასეთი რაღაცა რო არის. პრობლემა რაში არის? პრობლემა არის, დიახ, აი ამ ინტეგრაციაში. რაც იწვევს იმაზე მეტ პრობლემას, ვიდრე ვიდეო გვეყოფა რო ახსენთ და ჯერ ერთი ეს ვიდეო ძალიან ლიმიტირებული იქნება, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ ვიტყვი YouTube-ზე. ამიტომ გაწევრიანდით დახურულ არხზე ნიკო სვანიძე კომიკ, ბევრი რამე გელოდებათ, მოკლედ მთელი არქივი ცოდნის, უნარების, გაკვეთილები 1000, ნუ მოკლედ რა. 300 ადამიანია, ყველა კმაყოფილია და დიდი მიღწევები აქვთ მან მყოფ ადამიანებს. იქ გაგრძელდება ეს სერიები, YouTube-ზე მაინც მოდი ცოტა ფრთხილად ვიყოთ რა. ხო და ნუ აი ესეთი რეალობა გვაქვს. UNESCO-მ რო რამე თუ არ ვცდები 1950 წელს პირველად და მაქედან მერე მიყოლებიც წარამარა, არაერთხელ უარყო რასის არსებობა. არაერთხელ. რომ რასა არ არსებობს როგორც ბიოლოგიური რეალობა. კი რასა შეიძლება არსებობდეს როგორც რაღაც სოციალური კონსტრუქცია და საშუალება რომ ვიღაც ადამიანები შეზღუდო, მაგრამ როგორც ბიოლოგიური რეალობაო, ის არ არსებობსო. მოხდებით? რაც სამწუხაროდ არ არის რა რეალობა, ნუ აი არ არის რეალობა. ეს უარყოფა რასის ბიოლოგიური რეალობის, რო რამე, აი რო გადახედოთ მშრალ სტატისტიკას, მშრალ მონაცემებს და ასე შემდეგ. ტრენდი იყო, აი დეგენერატი პოლიტიკოსები რო დავივიწყოთ, ტრენდი იყო მხოლოდ ფიზიკურ ანთროპოლოგებში. ტრენდი იყო ეგეც. მაგრამ ეგ არასდროს არ ყოფილა ტრენდი არც ბიოლოგებში, არც ექიმებში, არც იქ არც აქ. ანუ წარმატებები რა მიდი ეხლა სცადე და რასის ცოდნის გარეშე გადაუნერგე ძვლის ტვინი იმას რა ქვია. შავი ადამიანის ძვლის ტვინი თეთრს, ან თეთრის ძვლის ტვინი შავს, მიდი, წარმატებები. ნუ ეგეც სხვაობა არის. ესმის რომ ძვლის ტვინის გადანერგვისას იქ ლეიკოციტები და რაღაცა არის მნიშვნელოვანი როგორი არის, დამავიწყდა ზუსტად რა ქვია მგონი HLG human რაღაცა ლეიკოციტური გენი რაღაცა ეგეთი. მოკლედ არ ვიცი, მაგრამ ეგ სხვაობაც რაზე არის დამოკიდებული? ბიოლოგიურ სხვაობაზე. ანუ ნიცშე როდესაც ამბობდა რომ საერთო კაცობრიობა არ არსებობს, მათ ნუ ნიცშე რაღაცი გვაინტერესებს, მაგის მერე ეს თემა რამდენმა იმასკნა. მაგრამ იდეა ის არის რომ ერთიანი კაცობრიობა არ არსებობს რა, იმიტომ რომ კლიმატი, გეოგრაფია არის გადამწყვეტი იმ რაღაცის ჩამოყალიბებაში. მათ შორის როგორი კულტურა ექნება, იმიტომ რომ ნეუტენიაზე ხო ვიცით და ეს რაც თქვი ეს არ არის რა რაღაცა. ეგეთი, ანუ იგუგლება წამში. ჩვენ ხვდებით რომ სხვადასხვა დედამიწის რეგიონში სხვადასხვანაირი ნეუტენია არის, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს აი ამ ყველაფერზე, რაც წელან ჩამოვთვალეთ, თავის კონტროლი, კოოპერაციის უნარი, მოთმენის უნარი, ენის ფლობის უნარი, რომ ეგრე რო არის ლაპარაკო. ან ხო ხვდები? Microsoft-ის სკემერი რო არისო და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ, ეგ ყველაფერი მნიშვნელოვანია და ეგ ყველაფერი არის, საიდანაც მერე მოდის კულტურა, საიდანაც მერე მოდის
მორალი და ასე შემდეგ და ეგ ყველაფერი ბიოლოგიური არის, ანუ კულტურა არის ფენოტიპი, გახანგრძლივებული ფენოტიპი. და ეს ყველა მიცის. და ყველა მიცის ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ამიტომ და ნუ კიდე არ ჩამოვთვლი რა, ანუ G ფაქტორიც არის, ანუ general intelligence, რაც ასევე პირდაპირ კავშირში არის რასებთან. LeBron James-მა ხო გახსნა თავისი სკოლა. ხვდებით ალბათ როგორი ბავშვებისთვის. და ვნახოთ აბა რა ხდება. უი, ვერაფერი ვერ მოხდა. საჭმელს აძლევდა, ველოსიპედებს აძლევდა, უფინანსებდა სწავლას ყველაფერი, მაგრამ ნული შედეგი. ნული შედეგი. უმეტესობამ მაინც ელემენტარული მათემატიკის ტესტი ვერ ჩააბარა. ხვდებით? ასევე სტატისტიკაც გვაქვს, რომ ეს სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის აკადემიური ლეველებით რო ავიღოთ, მაინც რომ არის G ფაქტორში დიდი გარღვევა IQ-ში. და არ იფარება ეს. ანუ გათანაბრება შეუძლებელია. და აი ეს ინტეგრაცია და აი ეს გენგბენგი რაც ხდება მათ შორის საქართველოში, ეგ იქნება ძალიან კატასტროფული. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი კრიმინალი იზრდება, თავიდან არცად არ გაზრდილა რამე, მაგრამ რა ხდება ევროპაში? შვედეთი მაგალითად გაუპატიურების დედაქალაქი არის, ხო, ევროპის რა მაგარია. გმობთ რა თქმა უნდა ეს ცინიზმი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ აი სიდებილე და სიბრმავე, ხო, კონკრეტული ხალხის, რომელიც გამოწვეულია ბევრად პატარა ხალხით, რომლებიც რაღაც მომენტში აღარ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მაინც არიან და ნუ კონკრეტულ პოლიტიკას ატარებენ, რომლის თანახმადაც მოკლედ, ხო, ჯერ ერთი კრიმინალი, მერე კიდე მიკერძოება საკუთარ ჯგუფთან. ანუ წარმოიდგინეთ რა, მეგრელებს აქვთ მიკერძოება მეგრელებთან, კახელებს კახელებთან, იმერლებს იმერლებთან. და ყველა ქართველი არის. ყველა ქართველი არის. და ეხლა შენ წარმოიდგინე, როცა მანდ ბევრად უფრო განსხვავებულ ჯგუფს ჩატენი. რამხელა რამე იქნება, იქ გინდა სასამართლოსთვის, გინდა კანონები როგორ უნდა დააბალანსო, გინდა მორალი და მოდი ესეთი რამე ვთქვათ რა, მორალზე. და მე აქ არ ვსაუბრობ არსებობს თუ არა რეალური მორალი, მორალური ნიჰილიზმი, მორალური რელატივიზმი, ეგ სხვა რამე არის რა. აი ხო აკვირდებით რა სხვადასხვა ქვეყნებს, კულტურას რამე რომე. და ნუ აი სხვანაირი აი ესე გნებავს აქვთ. აი ეს მოსულა, ეს არ მოსულა, სხვანაირი აქვთ, ხო? აი ამ ხრივ ვუდგები, ანუ ეს არ წაიღოს, სადაც საჭირო არ არის. ეგ ყველაფერი ხო გამომდინარეობს ბიოლოგიური საჭიროებებიდან, ბიოლოგიური რეალობიდან და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მთავარი პოინტი არის, მთავარი აზრი, რასაც ვკარგავთ, ის რომ აი ეგ მორალური დადგენილებები იმ კონკრეტულ ხალხზე არის მორგებული და არა სხვებზე და სხვებზე არ უნდა გაავრცელო, ხო ხდები? აი როგორც დემოკრატიას რო ურცელებ ხალხს კონკრეტულს, რომელთანაც ეგ საერთოდ არ ჭდება რა, არ ჭირდებათ. რეოს პირიქით საზოგადოებას, ლიბერალური დემოკრატია. და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაშიც კი, სადაც ლიბერალური დემოკრატია იდეაში იმუშავებდა, იმიტომ რომ ნუ აი ეგეთი ხალხი არის, მანდაც დემოკრატიას ყოველთვის კლავს რა, მასობრივი მიგრაცია. როცა ამდენი ხალხი ირევა, ყველა ჯერ ერთი სხვადასხვა მორალით განსჯის და მორალი არ არის მხოლოდ სიტყვები რა. მორალი არ არის მხოლოდ, მორალი არის აი ეს მთელი მდგომარეობა, ხო, რაც რეებიც აღწერე. ჯერ ერთი როგორი იმპულსების კონტროლი გაქვს, მერე კიდე კოოპერაციის უნარი, ენის უნარი, ინტელექტი, ეს მილიონი მარკერი არის. ეგ ყველაფერი არის, რაც კონკრეტულ მორალურ შეხედულებებს ან აზრიანს ხდის კონკრეტული ჯგუფისთვის და ადამიანისთვის ან არა. ხვდები? ამიტომ რამდენიც ვინმე არ უნდა იცახოს, რომ მე ესეთი მორალი მაქვს და ასე შემდეგ, ეგ სიტყვები არის. იმიტომ რომ აი ეგეთი მორალური სენსაციები, შეგრძნებები, ეგ გამომდინარეობს ბიოლოგიიდან. ბიოლოგია გამომდინარეობს შენი მთელი ისტორიიდან. ხო? და ასე შემდეგ და როცა შენს მორალს არგებ ისეთ ხალხს,
ვისაც საერთოდ სხვა ისტორია ქონდა, საერთოდ სხვა ნეოტენია და ასე შემდეგ, ის ხალხი მაგას დააებიუსებს, იმიტომ რომ ხო არის საზოგადოებები, რომლებიც არის ნდობაზე ხო დაშენებული. მაგალითად, იაპონიაში რა მოხდა, ხო? რომ რაღაცა ის გაიჭედა, არ ვიცი მაგას რა ქვია. გზაზე რომ მიდიხარ, რაღაც ცენტრალური გზა რო არის და რომ უნდა გაიარო რა საბაჟოსავით. ნუ არ ვიცი რა ქვია მაგას. ფული უნდა გადაიხადო რა, მოკლედ რომ იმითი იარო. მაგ გზით და ეგ გაფუჭდა. და ამ იაპონელებს სთხოვეს რომ თუ შეიძლება გენდობით, მაგრამ სახლში რომ მიხვალთ მერე რომ გადაიხადოთ. და გადაიხადეს. იმიტომ რომ ეგ სხვა საზოგადოება არის. თავიანთი ისტორიიდან, აი ნეოტენია რაც გინდა, იქიდან გამომდინარე, მან მოსულა ნდობა რომ იყოს აი ეგეთი რა საზოგადოებაში, ნდობის ფაქტორი. მაგრამ ეგ არ მოსულა ჩემო კარგო აფრიკაში. და კიდევ უამრავ ქვეყანაში, ნუ აი უბრალოდ არ მოსულა. მით უმეტეს მან დრო ჩამოდის დაჩაგრული ან გაბრაზებული ან ისეთი ადამიანი, იმიტომ რომ ინჟინერები ნამდვილად არ ჩამოდიან რა. რაღაცა მეცნიერები ნამდვილად არ ჩამოდიან, ხო ხვდები? რომელსაც ნუ იდეაში მოთხოვ რომ აი იმდენს მაინც გაიაზრებს რომ აქ ესეთი ის არის და ნუ მოდი შესაბამისად მოვიქცეთ, ვცეთ პატივი. 10 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში. 10 წელი. წინ და უკან. მაგრამ ცხოვრება რასაც ქვია, სწავლობდი რამე რომე. ეხლა ნახე 10 წელი საკმარისი არის, რომ ადამიანმა თქვა ასეთი რამ, რომ აი მე ვნახე როგორ შეიცვალა საზოგადოება. სამწუხაროდ არის. იმიტომ რომ ამაც წელიწადშივე უკვე შეიმჩნეოდა კრიმინალის ზრდა, უკვე შეიმჩნეოდა ბევრი ახალი ადამიანი ქუჩებში, ხვდებით ალბათ როგორებიც და ბევრი ახალი მათ მიერ გამოწვეული პრობლემები. სტატისტიკაც არსებობს, შეგიძლიათ გადახედოთ უბრალოდ აი ვუჭერ რა სიტყვებს, აი მაქსიმალურად ვუჭერ, რომ ხო ხვდებით სადაც ვართ რა. და მანდაც ეგ მოხდა. საქართველოშიც იგივე მოხდება, შემოკარგებო, იმიტომ რომ აი ხალხი, სტუდენტები, ხო, სტუდენტები, მაინც არიან ისეთი იდიოტი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ეგენი არიან სტუდენტები. და ჩემთვისაც დაუწერიათ, რომ ეგენი სტუდენტები არიან, წავლენ. კი. სტუდენტები არიან, ხო. მომდა. ხოდა. ეგრე იწყება. საქართველო კი, კარგად შეუძლია ქართველს ძოვა კონკრეტულ ხალხთან, მაგრამ ქართველებს ვისთანაც შეუძლიათ თანაცხოვრება და ძოვა, აი ეგრე რომ ჩამოდიან. ეგ ხალხი არ არის რა, ის ვისაც ქუჩებში აი ასე ვხედავთ. ნუ აი არ არის რა ეგ ხალხი. გარდა მაგისა რა, ანუ რო შევეშვათ რაღაც არგუმენტაციები და ისინი და მეცნიერება და ასე შემდეგ. ხალხს აწუხებს. მექანიზმი, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფები გადარჩნენ, ეგ იყო შიდა. ხო ხვდები? შიდა, ტომის მენტალიტეტი. რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ერთად ვისწინააღმდეგ. და მერწმუნეთ, რომ მარტო ცხოველი მანდ არ შედიოდა რა, ლომი, რომელიც შეიძლება გამოვარდეს. ბოლოს შენს წინაპარს ლომთან როდის ქონდა შეხება, ეგ ძალიან დიდი კითხვის ქვეშ არის რა, მაინც. ხვდებით ალბათ რისი თქმაც მინდა. შესაბამისად, მაგიტო არის, რომ ბავშვებსაც, რომლებმაც ლაპარაკი ძლივს იციან, რო უტარებენ ტესტს, რასობრივ ტესტს და აბა შეაფასე, რომელი უფრო მოგწონს ან რომელი უფრო შენიანია, აი ეს უმციკლო ბავშვები ირჩევენ თავის მსგავსებს. და ეგ ნორმალურია. ეგ არ არის სოციალური კონსტრუქცია, ეგ არ არის კულტურა, კაი? ეგ არის გადარჩენის მექანიზმი. გგავს იზიარებს რაღაცა თვისებებს შენთან, არ ვიცი, სუნიც თუნდაც რაღაცა სპეციფიური. როგორ გამოიყურება წარბები, თვალები, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ საერთო ის გექნებათ ბევრი მენტალიტეტის მხრივ რაღაცა, მორალის მხრივ, იმის მხრივ და იმაზე მეტი საერთო ვიდრე სხვასთან. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც არ არის ბიოლოგიური ბრაკი, ანუ აქვს უნარი, რომ pattern recognition-ს რასაც ეძახიან, რომ აი მიხვდნენ, რომ ეს ესე არის, ეს ესე არის, ეს ესე არის რა. შესაბამისად ქართველ ხალხს აწუხებს რა ეგ პრობლემა.
და არ არის ქართველი ხალხი ვალდებული, რომ ვიღაცა დეგენერატ ფემინისტს ან ვიღაცა დეგენერატ ლიბერალს ან ვინმეს აუხსნას, რატომ არ უნდა რომ თავის ქვეყანაში და თავის ქუჩებში ხედავდეს კონკრეტულ ხალხს. არანაირი ვალდებულება არ არის და არ იგრძნოთ მაგაზე ვალდებულება რა. რამდენიც ვინმე დედიიშუებიანი მემარცხენე ან ფემინისტი მოგივარდებათ, რომ აბა რატო ერთი შეგანუვითარებელო. არ გმართებთ არანაირი ახსნა. სხეული იმაზე ჭკვიანია, ვიდრე გგონიათ რა. და თავადაც არ გჭირდებათ ესე ძებნა და ჩაღრმავება და რამდენი რამე არის ისეთ თქმაც მინდა, მაგრამ YouTube-ზე ვართ. მერე კიდე კრიმინალის მხრივ დესტაბილიზაციას იწვევს, იმიტომ რომ კანონები მორგებული არის იმ ხალხზე, რომელიც იქ ცხოვრობს, ხო, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. ჩამოდის სხვა ხალხი, ეგ რას ნიშნავს, რომ კანონები ან გამკაცრდება, ან შეიცვლება, ან ისე, ან ესე, რაც აურევს მერე ადგილობრივს ცხოვრებას, ხო? როგორ ვისაუბრო ამაზე. ნუ მოკლედ, რა, გადახედეთ ამერიკის სასამართლო სისტემას. მერე კიდე აი ამერიკას რო შევეხეთ, რა ხდება ამერიკაში, რა ხდება და აგონია. რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული ხალხი ვერ იკავებს კონკრეტულ პოზიციას სამსახურში. იმიტომ რომ მაგისთვის არ აქვს შესაბამისი რესურსები. რაც ვიმეორებ რომ კულტურა არ არის და ამას ყველა სტატისტიკა აჩვენებს, საერთოდ ყველა. გინდა G-ფაქტორის სტატისტიკა, გინდა ფსიქომეტრიკა ნებისმიერი აჩვენებს მაგას რა. შემდეგ ეგ ხალხი რომ ვერ იკავებს პოზიციებს წარდებიან, მიმართავენ ხშირად კრიმინალს, ეს და ეს უძლურება იწვევს და ზრდის კრიმინალს. საქართველოშიც ისე იგივე მოხდება. იგივე. იმიტომ რომ აქ არ გეგონოთ რა, რომ ვიღაცა მსგავსი IQ-ი ჩამოდის, ან მსგავსი ფსიქომეტრიკის, არა. არ ჩამოდიან. და არც ჩამოვლენ დიდი ალბათობით. ერთეულები, ეგეც ვერ წააწყდები ქუჩაში რა, შანსი არ არის. არ მოქმედებს ეგრე. აი ყველაფერი იწვევს დესტაბილიზაციას. კიდევ ერთი პრობლემა, შობადობის დონე საქართველოში არის კატასტროფული, 1 და 8. 1 და 9-დან არც ერთი პოპულაცია თანამედროვეობაში არ აღდგენილა რა, მხოლოდ იმით, რომ მეტი ბავშვები გავაჩინოთ. ეგ ცალკე კატასტროფა არის, რომელიც დაახლოებით 2 თაობა რამდენია, ხო? უხეშად, გრუბად ვთქვათ. 50 წელი 2 თაობა, ხო? 2 თაობაში სადღაც 30%-მდე ქართველს გააქრობს პოპულაციას. ხვდებით? 30% პოპულაციის გააქრობს. და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ახლაც საქართველო არის ძალიან გრძნობიარე ჩანაცვლებისადმი. რომ ძალიან მარტივია ეხლა საქართველო, რომ სხვებმა ჩაანაცვლონ. იმიტომ რომ ეს შობადობის დონე კატასტროფა არის. ერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელმაც აღადგინა შობადობის დონე მხოლოდ გამრავლდით. კი საფრანგეთმა და შვედეთმა ოდნავ აღადგინეს, მაგრამ ეგ მიგრანტების ხარჯზე. სხვანაირად, ანუ ეს ცალკე კატასტროფა არის, კაი? უბრალოდ იმისი თქმა მინდა, რომ ახლა საქართველო განსაკუთრებით მგრძნობიარე არის ჩანაცვლებაზე. ამიტომ თუ შეიძლება სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს, რა, მაქსიმალურად ვეცადე, რომ უამრავი მიმი რისი გაჟღერებაც შემიძლია ჩამეტენა ამ ვიდეოში, უამრავი პერსპექტივა კუთხე, რომელიც იმედია რომ მოგხიბლავდათ. მაგრამ გამოფხიზლება არის საჭირო რა, იმიტომ რომ უკვე მიმდინარეობს ჩანაცვლება, განა ის რომ ჩდაიწყება რამე, არა, უკვე მიმდინარეობს და თუ არ გინდათ საზოგადოების დესტაბილიზაცია, უნდა ჭკვიანი ხალხები ბრბოს არ მიუმართავ კაცო, არა? აი ვინც შეგნებული ხალხი ხართ, ვინც ჭკვიანი ხალხი ხართ, ვინც წესიერი ხალხი ხართ, უნდა დაფიქრდეთ ამაზე. მეტის თქმა არ შემიძლია რა. მაგრამ უნდა დაფიქრდეთ. და თუ შეიძლება ეს გაუზიარეთ ისეთ ადამიანს, ვინც ამას ვერ იაზრებს. და თუ ეგეთი ადამიანი ხარ, არანაირი ზიზღი ხო ხდები? ყველაზე ნაკლები რაც ახლა გჭირდება, მართლა ეგ არის ზიზღი. მოსულა შეურაცხყოფა, მოსულა ეს, მაგრამ არ მოსულა ზიზღი, აი ეს ემოციური ის რა, რაც არის ხო ხდები? მოგეშალა ნერვები, კაი, დეგენერატი ვარ, კაი, მაგრამ ზიზღი მოდი არ გვინდა.
მაგის გარეშეც შეიძლება რომ იმას ქნა. სოციალური აგრესია გასცე და მიიღო. ხოდა, ნუ მოკლედ რა იმედია ამას გაითვალისწინებთ მეგობრებო. გათანასწორება შეუძლებელია სამსახურშიც, აკადემიაშიც და ამერიკაში ეგ აკადემიაშიც არის დიდი პრობლემა, რომ ინკლუზიურობას ცდილობენ და ასე შემდეგ, მაგრამ შედეგი მაინც არანაირი არ არის. ამაში იხარჯება მილიარდები იხარჯება მთელ მსოფლიოში, რომ გაათანასწორონ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ისტორია აქვთ, ბიოლოგიური, ევოლუციური და ეს ყველაფერი იმაზე დიდ კატასტროფას იწვევს, ვიდრე ჩანს, ასე ვიტყვი. და საქართველოსთვისაც კარგი იქნება თუ ბევრი კატასტროფა, რაც გვემუქრება, რაზე ზოგზე პასუხი არც არსებობს, რო რამე. რაცა ღმერთის ხელი ან რამე ეგეთი. ჯადოსნური რამე. აი ეგ რო არის პასუხი. სჯობს რომ მაგასთან ვიყოთ მარტო. სიტუაცია ძალიან საშიში არის. თქვენ ცხოვრებაშივე იხილავთ ამ ყველაფერს. ხო, ნუ მოკლედ რა, გელოდებით ყველას დახურულ არხზე nikosvanidze.com, სადაც ვრცლად მოისმენთ ამ ყველაფერს. და ასევე წვდომა გექნებათ გიგანტურ არქივზე ცოდნის მასტერკლასების, რაც აუცილებლად ცხოვრების რა ეტაპზეც არ უნდა იყოთ, ძალიან ძლიერ გავლენას იქონიებს თქვენზე, როგორც იქონია უკვე არაერთზე და გაეთქვიფეთ ელიტარულ წრეში და თუ შეიძლება დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაბუსტეთ, რომ მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა იხილოს. არის რაღაცები რაც ერთმანეთში უბრალოდ შეუთავსებელია. და არც კი უნდა სცადო რაღაცა ეკვილიბრიზაცია. გათანასწორება, ნუ მოკლედ რა. შევხვდებით დახურულ არხზე, ვისაუბრებთ თავისუფლად და დროებით.